დღეს ახალი წელია. 1 იანვარი. და დღეს უნდა გადავიღოთ ჩვენი პირველი YouTube ვიდეო. წავით. აგეთ მოვედით. ეს არის ჩვენი დარბაზი. ახლა მნიშვნელოვანი მომენტი და რატო? რა შეეხება დარბაზის უნიკალურობა? თუ უბრალოდ მოკვდავი ხარ, ვინც დიდი ხანი არ ვარჩევს. თითქმის შეუძლებელია რომ გააკეთო დემონსტრაციისთვის. ხო პატიცებული ლუკა. კიდე აგერ ლუკა უკვე 2 თვეა რომ ვარჯიშობს და ნახოთ მოახერხებს სანდარბაზში შესვლის. ეხლა გადაწყვეტება შენი. მე დავიკონთე ამ ეხლა გადაწყვეტება რა შედეგი დადო. სამწუხაროდ პირველი დღის კადრები არ გვაქვს როგორ ცდილობდა. მაგრამ ჯერა შენი. აქ მენტალურად უნდა მოემზადოთ სანამ შეხვდეთ, იმიტომ რომ საკმაოდ რთული არის აქ შესწავლილად ნებისმიერი. შედი ბიჭო შეგი. ჯერა დავაღай ვიდეო შეგიძლია. ვიდი. აი, ეხა გავაკეთე რა ვიცი. შვენიერი. ვიდეოებში რო ჩეთება ხო იცი ბოლო დარბაზი რეალურად დაგედილი არის და მხოლოდ ესეთ დარბაზი თუ იარსებებს პირველიანებს. უბრალოდ ამის გასაღები მაქვს და შეგვიძლია რომ გავავალ და ნებისმიერ მომენტში ვივარჩო და მოვჩა. ადამიანი აქ არა ახლაც ეს მყავს და შენ გავხარ თორე რეალურად მარტო ვარ. მაგრამ ახალი წელია. ეს დღეს მე ვაქვს კერდის დღე, ოპერატორს ვარჩევ ჩემთან ერთად. თუ გინდა რომ დიდი, ძლიერი, ჯანიანი, კაცი იყო ოჯახში, ხო ივარჩი ასევე კერდი ხო. თუ გინდა რომ ფარჩაკი იყო, მიყევი ამას უძვის დღეს. კარგი ძმაო. ხო, მე ზურგის ვარჯიში მაქვს და ახალი წელი რო გიგითხარით. ხო და ეხლა დავიწყოთ გახურებას მე და გიორგი. და მე შევუდგებით ჩვენს ვარჯიშებს. სანამ შევუდგებით, ჩვენი სპონსორია გაკურიანი. როცა გწყურია. შენ ანახარ. არ შეჩერდი. ეს არის გახურების ახალი მეთოდი. გახურების მარტივი და სახალისო მეთოდი თუ გნებათ უბრალოდ იმაშენ გელობანა. შენ მოვხდე ხა. Piece of shit. Think outside the box. Fuck. I'm fast. პირველი ვარჯიში რომელსაც მე და კამერამენი გავაკეთეთ ეს არის incline bench press-ი. შეგვიძლია მოხდეს. ის თავის მომენტში აგეთ რაღაცებს. გახურებისთვის სხვა შორს რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ხშირი ტრავმა რომელიც შეიძლება მიიღო არის მხრის სასწრაფს. ამიტომ კარგად გახურეთ მხრები კონკრეტულად, შემდეგ ტრიცეპსი და რა თქმა უნდა მკერდის გახურებას დაბალი წონებიდან დაიწყეთ იმისთვის რომ რაც შეიძლება მინიმალური რისკი იყოს ტრავმის მიღების. ახლა რასაც ვაკეთებ, უბრალოდ ეხმარება მხრის სასწრაფს რომ გაიხსნას. კონკრეტული გახურება რაც შეიძლება იყოს ინგლისურად rotator cuff ქვია ქართულად არ არის როგორ გადმოთარგმნო. ანუ მხრის სახს არის რომელიც მოძრაობაში, ტრიალის მოძრაობაში ვეხმარებ. უბრალოდ ასე გახურება. არა აუცილებელი იყოს რეზინით, უბრალოდ კილო, 2 კილოიანი ან დამბელი რამე, ან უბრალოდ ბლინი რო აიღო, სავსებით საკმარისია. 2 სერია 20-ი გამეორება. ამის შემდეგ რაიმე უბრალოდ push-down-ი ტრიცეპსით იგივე 1-2 სერია 15-20-ი გამეორება და უკვე ძირითად მოძრაობაზე გადავთ. ვეთანხმები. და 5 კილო 3 სერია 5-5 გამეორება. მის გამო რომ სუსტი ვარ, სამუშაო წონამ დაიწია 120 კილომდე. სულია. One more! That's it!
არ ვიგინებ. ზურგის კეთებას ვიწყებ ფულაფებით, 3 ხმების დამატებით და 1 body weight-ით. This is mine. Let go. Let go of everything. Let go. ეს კი ეძღვნება ჩემ შეყვარებულ ვიკას, რომელსაც გონია რომ 60 კილო ძალიან ბევრი არის ადამიანისთვის. ეს არის 60 კილო. როგორც ხედავ, მოცემული წონა არ არის ძალიან ბევრი. 3 მისვლა დავასრულე, ბოლო მისვლას როგორც თქვი ვაკეთებ ჩემი წონით და ცოტა კორპუსის რო ჩავთვალთ, ბოლო მისვლას ვაკეთებ ელსით ფულაფებს რა. ასე გაიწურა ტურნირიც. ხა გადავალთ შემდეგ ვარჯიშს. ჩემი შემდეგი ვარჯიში იქნება ზიდვები, როუ. ამ შემთხვევაში გვაქვს ესეთი ტრენაჟორი. დაუშვათ ესეც 4 მისვლა 3 მინუტით. გადავედი მეორე ვარჯიშში, ეს არის bench press-ი, სამუშაო ზონა იქნება 130 კილო. 3 სერია 5 გამეორება ვეცდები, შევასრულო მაქსიმალურად სუფთად. რაც შეეხება ჩვენ საერთო გეგმებს და ცალ-ცალკე. მე strongman ვარ. ყოველ შემთხვევაში მინდა რომ ვიყო. და ვცდილობ გავხდე 130 კილო რომ მოვიმატოთ ჯარი და დავმკვიდრდე მძიმე წონოსნებს შორის. ჯერ სუსტი ვარ დამეტანი მაგისთვის. თქვენ ღრმად პატივცემულო ჯამათა ყვაჩლიანო. მე პოსტა ვარჯიშობა. უკვე თქვენ ნახევარი რას ვარჯიშობ. 6 წელი ვარჯიშობს, ამან დამაწყებინა ვარჯიში. 6 წელი ალბათ საერთო ჯამში, მაგრამ ჯამში მაქსიმუმ 6 თვე ვექნება ვარჯიში. და წელს გავუზრდი ამას და გახდება 8 თვე. 8 წელს პირველ ვარჯიშში 8 თვე. კაცი 7 წლის, მაგრამ კაი 6 წლის მანძილზე 8 თვეა ვარჯიშობს. და რაც მთავარია. სვანი. ნახევარ სვანი. ჯამში ვართ 1 ნახევარი სვანი. 1 ნახევარი სვანი და ჩვენი არხის სახელიც აქედან გამომდინარეობს მეტი დიდი ბიძაშვილი და ღრმა ფილოსოფია ამაში არდებს. ოსე უბრალოდ საშუალო სტატისტიკური 1 ნახევარი სვანი ვართ. ჩვენ ვართ 1 ნახევარი სვანი. და იცით ეს რას ნიშნავს? შენ თუ იცი რას ნიშნავს? არ ვიცი რას ნიშნავს. ეს იმას ნიშნავს, რომ გამოგვიწერო. გამოგვიწერეთ, დიახ. გამოგვიწერეთ, რათა არ გამოგრჩეთ ამნაირი ვიდეოები. თუ გინდათ ამნაირი ვიდეოები. ამნაირი ვიდეოებს თქვენ სხვაგან ვერ ნახავთ. ამნაირი ვიდეოებს მარტო ჩვენთან ნახავთ. აქვე დავძინოთ, არა, აქვე არ დავძინოთ. დავძინოთ. ცოტა ხანში დავძინოთ, მე ვიტყვით. ახლა გადავდივარ მესამე ვარჯიშზე, რომელიც არის მათემატიკისები ჩვეულებრივ ქართულად განგაშლა. მაგას გავაკეთებ 3 სერიას 10 გამეორებას. ვეცდები შედარებით ძიმე წონით. ახლა შეჯიბრების სეზონი დამთავრებული, ამიტომ დიდი ყურადღება აქვს ასევე უბრალოდ კაჩავზეც რა, ჩვეულებრივ უბრალოდ ბოდიბილდინგურ მოძრაობებსაც. I feel as though there's something violent boiling up from within. Let's go. I see. არხი გამოიწერეთ. And mighty lonely kill. მეც გადავდივარ შემდეგ ვარჯიშზე. Fiery strike. რომელიც იქნება full over-ები. Follow me. The crown and ამ ტრენაჟორის ჩაწევის სიგრძე არ მაყოფილებს, ამიტომ
აი ამ cheat code-ს მივმართავ. უფრო დავაგრძელო. Hey you, That is now as I die. Let you my soul. და დღეს გავაკეთე ძალიან ძიმე წოდი. აი ამ გზით უფრო მადლი. When you hold me, I'm alive, like diamonds in the sky. So, ახლა გადავედი კიდე მომდევნო ვარჯიშზე, რომელიც არის Pendleton row და რა მოხამია ახლა ამ ვარჯიშში. იგივე Benton rows გავს ოღონდ მე რა ფოკუსირდები მეტად ძალაზე. Deadlift-ისთვის ერთ-ერთი ყველაზე მაგარი დამხმარე ვარჯიში არის, როგორც Benton rows, ისე ასრულებ. ოღონდ მუხამიარს რომ ძირსდებ და ძირიდან იწყებ და ბოლომდე აკეთებ დებ. ახლა ვეცლები რომ კარგად ვაჩვენ. სამუშაო წონა გამოვიდა 150 კილო, 3 სერია 5-5 გამეორებ. ხუთი მუხამი ის არის რომ კამრის გარეშე ვაკეთებ, რომ ჩემი პრესი მუცლის არის კიდევ უფრო მოვაძლიერო. დავასრულე ზურგის ვარჯიში, რუკამაც დაამთავრა მკერდი. და ახლა ვაკეთეთ აჯილის ორ ვარჯიშს. ახალი დაწყებული რა ანუ სამოყვარულო პროცესს ჩვენ პონჩი. ზოგი ვარჯიშის მერე ვაკეთებ რამდენიმე ვარჯიშს. და ახლა მეთოდე ვაკეთებ კიდევ უფრო. მე გრიპი ამერია წერან. აი ლუკა გააკეთებს სწორად სამაგერთ. დავაი. მეორე ხელით საყრდენი გააკეთე თუ გინდა რამეს მოგიდე ხელი. აი ერთი side quest-ი გიორგის შესრულებით. აბა რას ვაკეთებ გიორგი? Აკრიშკა პრესი. აკრიშკა პრესი საინტერესო რას ნიშნავს არ ვიცი, ხას მე არ ვიცი. პირველად ხედავ ნახოთ. Okay. Okay. Цали ხელით? ხო. დავაი. And Iconic press is complete. რაც შეეხება ჩვენი არხის მიზნებს. ეს იქნება ჩვენი პირველი ვიდეო, არხზე დაიდება უამრავი მსგავსი ტიპის ვიდეო, შემეცნებითი სახალისო გასართობი და ანუ სხვა ტიპის კონტენტი. თან ცოტა ბევრი მხრივ იქნება გაშლილი, იმიტომ რომ საბას უფრო კალისტენიკაციას ეხება ბოდიბილდინგის მიმართულებითაც ორივე რაღაცა ვარჯიშებს ვაკეთებთ, მე პირადად ძალისმიერი იქნება. მეტად ძალისმიერზე ყურადღება გამახვილებული როგორც სამჭიდის ელემენტები, ისე strongman-ის ელემენტები, ამიტომ ბევრი საინტერესო მომენტი იქნება ფიტნესის თვალსაზრისით. მე თვითონ კათი იქნება ახლა გადაგაკეთე და ვერ გავაგზავნე. დავდებ ბევრ შორტებს და ასევე ყურადღება გვადება. და დღეობა გვადება. ყურადღება გვადება. თვალი არ მომაშლა. კენი, როგორ ახლა არ გავიცინებ. ჩვენო მაყურებლებო, რომელმაც ჩვენ არ იცით რომ ჩვენ მაყურებლები ვართ, იმიტომ რომ ეს ჩვენი პირველი ვიდეო არის, რომელიც არც კი განთავსებულა.
აუცილებლად მოიწონოთ ჩვენი ვიდეო, აუცილებლად მოიწონოთ პრინციპში. მოსაწონი უნდა მოიწონოთ. მოწონას მე მგონი არაფერს არ ვარ. მეგონი მოსაწონი. სვანიდან ნახევარცვანის გარდა ქუთაისელების. ვაგის თან ჩვენთვის დღის ბოლო ვარჯიში არის. ტოენ თაზიდობი ამასაც ვაკეთებ 3 სერია 5-5 გამეორებას. მეტად ფეთქებად ძალაზე მუშაობ, თან რაც შემიძლია სწრაფი და ფეთქებადი მომენტით რომ შევასრულებ თვითონ ვარჯიში. დავასრულეთ ვარჯიში, რაც იგებაში ქონდა წესი თუ ყველაფერი შევასრულეთ. იმდენი ხანი გაგვგრძელდა რომ ბედობა შემოგვათენდება ცოტა ხანში, ამიტომ ყველას წინასწარ გილოცავთ სავარაუდოდ ვიდეო მერე დაიდება, მაგრამ მაინც. მოკლედ გამოგვიწერეთ, დაგვალაიქეთ და ავა შეხვედრამდე.